დილამშვიდობისა დღეს 27 მარტია, ხუთშაბათი, დილის 8 საათი და 30 წუთი პირდაპირ ეთერშია გადაცემა ერთსულოვნების დილა. ელისაბედ აბულაძე და გეგი ნემსიწვერიძე ვიქნებით თქვენთან ერთად, ყველას მშვიდობიან წარმატებულ ბედნიერ დღეს გისურვებთ. მოგესალმებით, ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას და შევეცდებით რომ საინტერესო იყოს თქვენთვის ჩვენი დღევანდელი გადაცემა. მადლობა რომ გვიყურებთ, რა თქმა უნდა და ახლა საეკლესიო კალენდრის დრო არის ჩვენს ეთერში. შევიტყოთ თუ რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესია. 27 მარტს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს ბენედიქტე ნურსიელს, წმინდა ევსქიმონ აღმსარებელს, ლამსაკიელ ეპისკოპოსს, წმინდა თეოგნოსტეს, კიეվել მიტროპოლიტს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველას გილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს და რაც შეეხება ჩვენი გადაცემის ანონსს. მარხვის განზოგება და სულიერი ღვაწლის მოხვეჭა მარხვის პერიოდში. თემაზე სასაუბროდ შემოგვერთდება ნაზალოდებში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი. ჩვენი ჟურნალისტი ნინი გელაშვილი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძართან არსებულ მოწყალების სახლს სტუმრობდა. სახლის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევითა და ტაძრის წინამძღვრის ძალისხმევით დაფუძნდა და უკვე წლებია ბენეფიციარებს ცხელის სადილით უმასპინძლდებიან სწორედ ამ სახლში. გადაცემის სრულობისას შევთავაზოთ მაყურებელს სიუჟეტი ამ თემაზე. გაზაფხული, ზაფხულის სეზონი და ვენური დაავადებები. თემაზე სასაუბროდ გადაცემის დასკვით ნაწილში შემოგვერთდება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სისხლძარღვთა და რეკონსტრუქციული ქირურგი ირაკლი ფერაძე. ასეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა და მე მგონი დროა რომ ამინდის პროგნოზი შევიტყოთ, გავეცნოთ ამინდის პროგნოზს და გავიგოთ თუ როგორი ამინდი გველოდება დღეს თბილისსა და სრულიად საქართველოში. დაუბრუნდით ეთერში მოძღვართან ერთად შემოგვერთდა ნაზალოდებში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი. დილამშვიდობისა, მამა ირაკლი, დიდი მადლობა. მოგესალმებით, დაგლოცეთ. დილამშვიდობისა, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლოთ უფალმა ღმერთის სამშობლოს და ერთმანეთის სიყვარულში, მარხვასა და სინანულში. ძალიან დიდი მადლობა. მარხვის განზოგება და სულიერი ღვაწლის მოხვეჭა
მარხვის პერიოდში ეს არის დღეს ჩვენი სასაუბრო თემა და პირველ რიგში განმარტოთ და შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს რას ნიშნავს მარხვის განზოგება და რა მნიშვნელობისაა ის ჩვენს ცხოვრებაში. დიახ, მარხვის განზოგება პირდაპირ ჯერ ნიშნავს განახევრებას, ანუ ერთი პირველი ნაწილი მარხვისა უკვე წარსულს ჩაბარდა, გაიარა ქრისტიანულმა სამყარომ და გადავიდეთ უკვე მეორე ნაწილზე, რომელმაც უნდა მიგვაახლოს კიდევ 3 კვირა იქნება, მიგვაახლოს უკვე უშუალოდ ქრისტეს ნების კვირა, რომელიც უკვე მარხვაზე აღმატებული პერიოდი თვითონ მაცხოვრის უკვე ნებასთან დაკავშირებული თქვენ ეს დღეები, რომლებიც დადგება უშუალოდ აღდგომის დღესასწაულის წინ. და ეს განზოგებას ეკლესია ეხავს უსვამს, რომ მორწმუნეც ერთგვარად გამაძლიერებელი ამ დროს აუცილებლად აღესრულება ტაძრებში ლიტურგია პირველ შეწირული საწმინდა გრიგოლ დიალოგონის, რომ მორწმუნეები, ვინც ახლა მოღვაწეშია, მოღვაწეობაშია, სულიად დაპყრდნენ, გამტკიცდნენ, რომ შემდეგი მეორე ნახევარიც ასევე უფრო წარმატებული და თუ არა შეძების დაგვარად ასე მაინც გაატარონ. ასევე შეხსენება სხვა ქრისტიანებისთვისაც, თუნდაც არაეკლესიურისთვის, რომ ვიღაცამ ვერ დაიწყო ეს მარხვა ხდება, ეხლა ხალხი ვართ ხომ, რაღაცა ვერ მოახერხა, მიზეზები უამრავია, სუბიექტური, ობიექტური, ეხლაც შეუძლია დაიწყოს მარხვა, ერთგვარ სტიმულია, შეხსენება, წაქეზება, მოწოდება ეკლესიის გარო, ეხლა შეუდგეს მარხვას, როგორც არის სახარების ლიგავი მოგეხსენებათ, მე-11 დღის მუშაკი უფალი იწირავს ადამიანის თითოეულ გადაწყვეტილებასაც კი არათუ საქმით აღსრულებულს, ასევე ვიღაცამ შეიძლება დაიწყო მარხვა, მაგრამ არ არის კმაყოფილი თავის მარხვით, რაღაცად ვერ გამოვიდა, ეხლა აქვს საშუალება, რომ მეტი ძალებით გაზრდებული წინა ზიარების მიღებით შეუდგეს აი უკანასკენ დასკვით ნაწილი მაინც ღირსეულად გაატაროს. ასე რომ ყველა შეუძლია რომ შემოვერთოს აი ამ 40-59 დღიან ესტაფეტას, სული განიწმინდოს, შეიმსუბუქოს და ისე იგემოს აღდგომის დიდი სიხარული. დიახ, მამა ირეკლი, თავიდან უფრო მეტი მოშურნეობით და ენთუზიაზმით ვიწყებთ ხოლმე მარხვას და რაღაც პერიოდში მინაუდება თითქოს ჩვენი სულისკვეთება და ალბათ ესეც არის შეხსენება ეკლესიის მიერ ის რომ დადგენილი არის განზოგება, ანუ გაშუალედება, განახევრება მარხვის, რომ რაღაც ახალი შემართებით გავაგრძელოთ უკვე მარხვა. დიახ, საოცარია ხა წმინდა ეკლესიის ეს განგებულება, ეს დადგენილი დღესასწაულები, მისი წესი, მისი დრო, ყველაფერი და ადამიანზე მორგებულია, უფრო არ შეიძლება ითქვას, უფრო მეტად აი დამიჯდავთ, რომ ადამიანის სულზე პირდაპირ სულის გამოძახილია, იცის ეკლესია, როგორც დედამ საკუთარი შვილის დედა ეკლესია, დედა ყველას სისუსტეები, უძრულებები ჩვენც მოგიხსენოთ, ესე არის პრაქტიკა, ვისაც სულიერი ცხოვრება აქვს, ეხა ყველას გამოუსწია. შეიძლება გამოცადოს მე ერმას და ბერმას, რომ დასაწყისში დიახ დიდი მოშოვნეობათან ეს ქართული ხასიათი დაწყება კარგად გამოგვდის ხოლმე მონდომები და შემდეგ ცოტა ჭირს ახლა აქ არ სასირცხვილო არაფერი, თუმცა არ არის კარგი თავისთავად, მაგრამ როგორც დედა ეკლესია ესე ზრუნავს მორწმუნეზე, რომ იმ პირველი კვირის რომელსაც ასეთ გამალებული მსახურებები ახლავს ყოველ დილას აღამოს, მოხდრეკები, წირვალოცვები, წინა ანდრია კრიტელის კანონები, შემდეგ ეს აღარ ტიპიკონი ერთგვარად უნდა მოისუნთქოს ადამიანის სულიერმა ძალებმა, ასე არ შეიძლება რომ ჩვენ გადაიწვას მორწმუნე, მithmetes დღევანდელ რიტმში. ისედაც როგორ უჭერს მოღვაწის გაღება ხო ქრისტიან საკუთარი სულის საცხონებელად და ერთგვარად მინაულებასავით რაღაც თითქოს ეს ჩვენ გაუფერულდებასავით რაღაც მარხვა და გადავა ყოველდღიურ რეჟიმში თითქოს არაფერი. ზოგი დაიღლება, ზოგი რაღაცა ბრძოლებით არის, წინამდებობებით არის და აი რომ იმის პირას არის თითქოს რომ უკვე უნდა შეწყვიტოს ან რაღაც ეს მონოტონურად გააგრძელოს, ვერ იქნება ღვთისთვის მოსაწონი. აი დიდება უფასისერი დადგენილი წმინდა ეკლესიის მიერ პირველ რიგში ჯერ პირველ კვირას აგვირგვინებს მართლმადიდებლობის ზემი დღესასწაული და ისეთ სიხარული ახლავს ამ დღესასწაულის მნიშვნელობა ძალიან დიდი, ახლა ვერ გავმარტავთ თავისი ლიტონები, თავისი სიხარული და მორწმუნეს აი ამ ღვაწლის ერთი კვირას გამოში ვინც გაწია დილასაღამოს მსახურებით, ლოცვებით, აი ძალიან დიდ სულიერ ზემის საზემო განწყობას უქმნის სულში. შემდეგ მეორე კვირა ჩვეულებრივად, მაგრამ არანაკლები დიდი მნიშვნელობის კვირა არის, ხელა დიდი წმინდა ხსენება, წმინდა გრიგოლ პალამასი, ასევე კიევ პეჩორაში დავარნებული წმინდა მამების ხსენება და უკვე მესამე კვირას აი ესეთი მომენტი რო არის უკვე დაღლილი კვირა თითქოს არაფრით გამორჩეულ კვირა, ჩვეულებრივი კვირა, სადაგი კვირა ხელა მნიშვნელობის დღების მერე, აი შემოდის საოცარი სიხარულის დღესასწაულსაც ჯვრის თაყვანისცემა ქვია და უკვე აი ამ გადაღლის სულიერ ძალებზე მორწმუნე ხარ მზანდებოდეთ აი შაბათ კვირას ხო ტაძარში, უკვე როცა ჯვრის თაყვანისცემის ტროპარი გალობება, უკვე აღდგომა არის ნახსენდა საოცარი რაღაცა უკვე სიხარული შემოვა გულის ნაბეძგაში, უკვე აღდგომის აი ჰორიზონტზე რო თითქოს გამოჩნდება, უკვე აი ამოცისკრებული დიდი სიხარული, ნუ
წაღდგომასა შენსა უგავო ვადიოთ როგორც არის ჯვარსა შენსა თაყვანისეთ ამ საგალობეში და უკვე ჯვრის თაყვანისების შემდეგ რო ხა ესე ნამეტანი სიხარულის არ დაჩეს მორწმუნე უკვე განზოგებას მოდის ანუ უნგეშოთ არ ტოვებს ეკლესია მორწმუნეს რომ რა თქმა უნდა მჭირდება ადამიანებო ჩვენ ძალებს შემოძახილიც გაძლიერებაც რაღაც გამომხიზლებაც რომ ისე მოგვიწვი ჯერ კიდევ არაფერი დასრულებულა პირიქით კი დაწყებული კარგი გაკეთებული საქმის ნახევარია ვანდაზა თქვა ჩვენ მეერმა მაგრამ მაინც ჭიდი ძალის ხო ჯერ წინ გველოდება ნახევარი გასავლელია და კიდევ ეს ყველაფერი დიახ მოსამზადებელი პერიოდია ყველაფრისთვის იმ უმაღლესი პერიოდი რომელსაც უკვე ნებიშვიდეული ქვია აი განზოგების შემდგომ თუ იცვლება რაიმე ღვთისმსახურებაში ან პირად ლოცვებში ამაზეც რამდენიმე სიტყვა პირად ლოცვებში არაფერი ისევ და ისევ ახლა ეს თუ ინდივიდუალურად ადამიანი არ მოისურვეს მოზის ლოცვა კურთხევით რომ ხვაწლი გაიმკაცროს ან ლოცვები დაიმატოს ეს პირადი მის გადაწყვეტილება კი რა თქმა უნდა მოზის კურთხევით მაგრამ ეკლესიის საერთო წესით არაფერი არ იცვლება მხოლოდ ერთი ნუ არც უმნიშვნელო ცვლილება მაგრამ ლიტურგიკული თვითონ ამას თავისი ისტორია აქვს ემატება შეწევს ლიტურგიაში წინა გრიგოლ დიოლოგონისა ნათად გამზადებულთა კვერექსი. ანუ უკვე ესეთი მოკლედ ვიტყვი რომ ასე ტრადიცია იყო ძველად ეკლესიაში რომ დიახ მოსანათლად ნათად გამზადებული მორწმუნეები ჯერ გადიოდნენ კატეხიზაციას, ანუ გარკვეული გაეკლესიურება თეორიულად ემზადებოდნენ ამ 40 დღიანი მარხვის წინ დგებოდნენ მარხვაზე ეკლესიის წევრებს ემზადებოდნენ, ამზადებდა მათ ეკლესია სასულიერო დასი და უკვე შემდეგ დიდ შაბათს ინათლებოდნენ და ხდებოდნენ ქრისტეს ეკლესიის წევრები და ნათად გამზადებულნი უკვე ესეთ კვერექსში ჩართულია, რაც ამ ფაქტს ემხმაურება, როგორც კათაკმეოთა კვერექსი ყოველთვის არის, ეს უკვე უშუალოდ აი ამ პიროვნებებზე არის გათვლილი, რომ უკვე ემზადებიან ნათად გამზადების სიტყვას გვეუბნება ამ დიდი ბედნიერებისაც მათი ნათლისღება და უფლის წმინდა ეკლესიის წევრობა ქვია. მამა ირაკლი, აი თქვენ თავადაც ახსენეთ, არიან ადამიანები, რომელთაც სურთ იმარხულონ მარხვის შუა პერიოდში ან ბოლო კვირას. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი შეუძლია თუ არა საუბარი, რატომ აქვთ ცდარი შეხედულება და მოსაზრება ადამიანებს, რომ თითქოს აღარ შეიძლება მარხვაში ჩავერთოთ შუა პერიოდში ბოლო კვირას, რა შეიძლება ურჩიოთ ამ ადამიანებს, რომ აუცილებლად უნდა იმარხულონ მათ არ აქვს მნიშვნელობა, რომ შუა კვირას ჩაერთვებიან თუ ბოლო კვირას. დიახ, საერთოდ ახლა ძნელიცაა ვიღაცა შუა ინდივიდუალური მიზეზი რამე ქონდეს, მაგრამ ამით ცდარი შეხედულებაც ასახათ უნდა ვთქვათ. და მიზეზი რა შეიძლება იყოს, იმიტომ რომ თავარი მიზეზი ყველა თავის სულში ჩაიხედოს გულში ახლა ვის გვისმენს არ მარხულობს რომ ჩვენ ვართ ადამიანები, ადამი ყველაშია და თავის მართლების მომენტი ყველას გვაქვს ხო ოღონდ ადამიანს რომელსაც უჭირს მარხვა ჯერ არ იცის მარხვის მნიშვნელობა ზოგს იმიტომ უჭირს ძალიან დიდი პრობლემა არაინფორმაციულობა, არასწორი ინფორმაციულობა შემდეგ მიზეზები იმ წუთაში ხდება რომ თავი გამერწო აი თავიდანვე დავიწყე და რაღა ვერ დავიწყე და რაღა აზრი აქვს ახლა რაღა დააჩა და უამრავ მომენტს გამოძებნის მიზეზს ობიექტოს რომ თავი გაიმართლოს რატომ არ მარხულობს და ეს ძალიან ცუდი მდგომარეობაა უნდა თქვა სასახად რადგან აი ხარ არის ესეთი მომენტიც ეკლესიაში პრაქტიკაში რომ აი ზოგადად მარხვის დაწყებაზე მინდა ლოცვა კურთხევა ეს ისიან ხოლმე ლოცვა კურთხევა მარხვის დაწყებას არ ჭირდება ლოცვა კურთხევა ჭირდება მას ვინც მარხვას იმკაცრებს ესეთები ნაკლებად არის როგორც ისიან იმ სუბუქებს ჩამთელობის გამო თუ რაღაც საჭიროების გამო იდიდო ლოცვა კურთხევთ რომ მარხვა რო დაიწყება ჩვენ ვართ ქრისტიანები ქრისტიანული სამყარო თან რო ეს მარხვა ძალიან ნიშანდობლივია ემზადება უფლის აღდგომის დღესასწაული ეს არის დღესასწაული და დღესასწაული ქვაკუთხედი ჩვენ ერწმენისა ამას რა კურთხევა რა ნებართვა რა შემოძახილი რა იძულება ჭირდება ქრისტიანი რო ხარ შენი ქრისტიანი ქრისტესთან დაკავშირებული ხარ ქრისტე შემოსე ქრისტე მონათლული ხარ ქრისტეს დათեղებული ხარ ქრისტეს სახელით რადგან ან მოწოდება ან დახმარება ჭირდება მაგრამ არ ჭირდება არავის ლოცვა კურთხევა და არავითარი დიდი ამისთვის ძალისხმევა უნდა მოინდომო და დაიწყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის რომ წინა სერაფიმ სარველი ბრძანებს რომ რაც არ უნდა უწოდოს თავის თავს ქრისტიანმა რომელიც არ მარხულობს ის ქრისტიანი არ არის ეს არის ერთგვარად ძეობრივი მორჩილება ეკლესიის. აი სოფლიო კრების წინა კანონები, ეს ჯულის კანონი ძალიან მკაცრია ასე შემთხვევაში მარხვის არ დამცვეს სასულიერო პირებსა თუ საერო პირებს შორის. ხა დღეს ჩვენ ეკონომით მოქმედოთ, ახლა არავის არ ჯის ამის გამო, მაგრამ რისი თქვა მე ისიც რომ თვითონ იესო ქრისტე ბრძანებს აგერ ამ კვირას იყო წაკითხული სახარების ჯულის თაყვანისმის დროს ყოველთვის ეს სახარება ეკითხება, ის ფალები ბრძანებს და თამას ბრძანებს ღმერთკაცი იესო ქრისტე, ამაზე სწორი ნიშნულოვანი სუყოფილი ნათქვამს ვერან ვერ შეძლებს კაცობის ისტორიაში ღმერთია და იმიტომ ხო რომელსა უნდეს შედგომა ჩემ და აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მან ვისაც უნდა ქრისტეს შედგომა უნდა აღიღოს ჯვარი უარყოს თავისთვის აღიღოს ჯვარი და შეუდგეს მას უარყოს თავისთვის რა რომ მარხვა ადამიანს ეძნელება ეხლა უნდა გავსწოროთ ამას თვალი ოდესღაც ჩვენც ესე ვიყავით რაღაცება კი არ ვამეტევთ თავს დღესაც რაღაცები გვიჭერს ადამიანები ვართ ჩვენი ბუნება მიდრეკილეთ ოდისაკენ ხო და ეს თუ არ უარყო ქრისტიანმა
და თუ ქრისტეს შედგომა ამას ნიშნავს, თუ დარჩების სახელით ქრისტიანი და ეს ვერავის ვერ უშველის. ისეთ საშინელი ხვედრი ექნება ბრძანებს უფალი განკითხვის მომენტს ძალიან ისე სახე სიმბოლოდ იგავურად რომ ეუბნიან უფალო მოგხედეო და არა გიცით თქვენ ყველა ჯვარი წერია, იმიტომ რომ ადამიანებსაც მარტო ქრისტელის სახეს ატარებენ და გეიციან იესო ქრისტეა და მეც არაფერს ვაკეთებ, საშინელი ხვედრი გვექნება. უნდა შეუდგე ქრისტეს, რომ შეუდგე მარტო და შენ უკვე შეუდექი ქრისტეს, ნახეთ, უგოვარეთ ძიმდება ჩვენ მდგომარეობა, როდის შეუდექი ნათლობის დროს. ან შენი პირით, მის მზასული მოინათ, ან ნათლის პირით, რომ პირდა რატო შემთხვევით კი არა, აგებულია ყველაფერზე, მოძღვარი სამჯერ უმეორებს. ნათლისღებად გამზადებას შეუდგებია ქრისტესო? შეუდგებია რა განა ვერ გავიგეთ რომ უმეორებ. სამჯერ სამბესასაცმელ თაყვანისაცემად დადგენია რომ სამჯერ უნდა დაადასტუროს. ანუ შეუდგე ქრისტეს და მე სად ჩანს რომ შეუდეგი. რომ შეუდეგი ქრისტეს ავტომატურად რა თქმა უნდა გექნება წინააღმდეგობა, იმიტომ რომ შეუდეგი ქრისტეს და განეშორებო, როცა რა თქმა უნდა ის ბოროტი კაცთან და წასულა, კვლავ შეესწება რომ შენი პირობა გაგატეხინოს. დაგარღვევინოს, შეგარცხვინოს ქრისტიანში, უარ გაყოფინოს ღმერთი როგორც ადამიანებას მოვიდა და ამის გამო რა მოიტანა ამან მერე სასჯელი და სიკვდილი, ხო? ასე ხდება დღესაც, ამიტომ უნდა უარყო თავისისი, უნდა აქედან დაიწყო რომ არავინ საუბროს უფრო ნუგბარი საჭმელი გემრიელია ვიდრე მარხვა, მაგრამ ეს შენი მოთხოვნები რომ გააქვს, სულებ ეს არ არის დასაძრახი, არც სამარცხვინო, არც ცოდვა გააქვს, მაგრამ რომ უარყოფ ამას, რომ მოერევი და რომ დაძლევ, მაშინ უკვე შეუდგები ქრისტეს. ეს ისე ძიმია ზოგისთვის ვიღაცას საკვებით არ უძინდება მარხვა, მაგრამ უძინდება თქვა გარკვეული თვალის დაცვა, სანახაობების ყურება, ზოგი რაღაც სერიასია ჩართული, ზოგი რაღაცა შოუებში. დიახ, ლოცვების კითხვა ძალიან უჭირს, ახლა იცის ღმერთი ხა ასე არ გვიბრაზდება ჩვენ, მაგრამ აი ეს ჯვარად ექცევა ხოლმე, მაგრამ ეს ჯვარი უნდა იტვირთო. სხვანაირად ვერ შეუდგები ქრისტეს, სხვანაირად შეუძლებელი ქრისტიანი იყო და ასე შემდეგ მოდის მე ქრისტიანს ხოვდა. ეს მარხვაც არის ამისთვის სწორედ გამოხატული, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ დროებით დავიმარხოთ თუნდაც კვებით უარი ვთქვა ჩვენ სიამოვნებას და შევდგეთ ქრისტეს, რომ ღმერთმა გაგვახაროს ჯილდო ამის გულდა. მარხვა ზოგს გონია რა აუცილებელია ისე ვერ დარჩები ქრისტიანი რა მოხდა. ზოგი ამბობს ესე მომისმენ რა მაზოხიზმიაო მარხვა, კვება არ არის ხო, მაგრამ სიამოვნებთან რო გაგახსენდება და უნდა იცოდე, თუ არ გახსოვს უკვე სირცხვილია, იმიტომ რომ ქრისტეს შესახებ ამბები ხომაიც უნდა იცოდე, სახარება რაც არის ძალიან ცუდად ვამბობ, სახარ მეტევიდრე ამბები, მაგრამ იქ პირდაპირ გადმოცემულია, ფილმი არ გიყურებია და ალოცილო, რომ იესო ქრისტე მიმარხულა 40 დღე ნათლობის შემდგომ. მას კეჭიდა მარხვა. ამით რა ადამიანი ბუნება შეიერთა, მან შეურევნო და შეუერთებლად ხო ღვთაებრივ ბუნებასთან, მაგალითი მოგცემ რომ ადამიანის ბუნება სჭირდება მარხვა, მაგრამ თუნდაც ქრისტეს შესახებ არ გაგია, ადამიანება ყველას გაუგია, თან ჩვენ ქართველები ვართ ხო? პირველი ცნება რაც ღმერთმა მის ადამიანებს ჯერ კიდევ უცოდო ადამიანებს ეს იყო ცემა მარხვისა. აკრძალვა ნაყოფჩურ ესე ვიზახით, აუგზალა მათ, ანუ ერთგვარად მარხვა შენახვა მოსთხოვა, ცნება უბოძა, მომადლა, რომელსაც ხის ცნობადისა და ბოროტის შეცნობის ნაყოფის ხმევის აკრძალვა, ხო? და რომ დაიღო ეს მარხვა, მე მოყვა მთელი უბედურებათა წყება. და ძალიან მარტივად ამას ლაკონი წვიდან ბასილიდი რომ რაც არ დავიცავით 60-ს დავკარგეთ 60-ით რა მოყვა, უნდა დავიცვათ, მარხვა დავბრუნდეთ დაკარგულ 60-ში. დიახ, სწორედ აი სულიერი ღვაწლის მოხვეჭაზე გვინდა ასევე ვისაუბროთ და ჩვენ ვიცით რომ სულიერი მარხვა არის უპირატესი, ან ჯვრის მტვირთველობა, რაზეც თქვენ საუბრობდით, არის ერთგვარად სულიერი ღვაწლის მოხვეჭა ხო ადამიანისთვის, როდესაც ადამიანი თავის უნებებზე უარს ამბობს და იტვირთებს ჯვარს. აი ჩვენ ვხედავთ რომ დღეს აი ისედაც სწრაფმოვალი დრო კიდევ უფრო დაჩქარდა და ვინც მეტნაკლებად ჩართული ვარ თქვათ აი ამ პროცესში, რასაც დიდი მარხვის მსახურებები ქვია, საკვირაო წირვებს ვესწრებით და ასე შემდეგ, უფრო მეტად გრძნობთ ალბათ, ხო? აი რა მალე გადის დრო და როგორ დღეს მისდევს, კვირა-კვირას მისდევს და რაღაცნაირად შეიძლება ისე გავიდეს ეს დრო, რომ ჩვენ გადავდოთ ხვალისთვის და ვერ მოვასწროთ სულიერი ღვაწლის მოხვეჭა. აი რატომ უნდა ვესწრაფოდეთ თითოეულ წამს და ეს გადადება რატომ არის შეიძლება ბოროტი ძალისგან. დიახ, რა თქმა უნდა, დრო ყველაზე ძვირფასია, აქედან დავიწყო და სამწუხაროდ ჩვენი ხელშეწყობის გარეშე დრო როგორი დაჩქარებულია და ადამიანები ახერხებენ, რომ პირიქით საშუალებას იგონებენ, ინდომებენ, გეგმავენ, რომ დრო როგორ ჩქარა გაატარონ. როგორ კარგად გაატარონ, ნუ კარგად შევირას გულისხმობს, მაგრამ დრო მაისმინის, თავად ჩვენ რა დაგვრჩება ამ გაატარებული დროს, ხე შედეგ რა დაგვრჩება? სულისთვის სარგო საქმეები, მადლი თუ ჯვარი უწერა სასჯელი და ტანჯვა. ამიტომ მარხვის საგალობლებში ძალიან ხშირად არის მეორდება მარხვის დაწყების წინ და ეკლესიის საკითხებში, რომ აჰა ეზერა სიძე მოვაშვა ღამესა და ნეტარას მონაი რომელი პოვოს მღვიძარეთ.
ანუ უფალი როდის მოვა შუაღამეს მოსული არავინ არ იცის და ჩვენ ამიტომ უნდა გადავდოთ ხვალინდელი დღეზე და დრო გავატაროთ კი არა როგორ გავატარეთ მაგაზე კონც აქცენტი იმიტომ რომ მოვა ქრისტე მაინც მეორე მოსვლას კი არ გულისხმობ შეიძლება ესეც იყოს არავინ არ იცის ხვალ იქ ემას ეგ თუ 100 საუკუნის შემდეგ მაგრამ ჩვენი მეორე მოსვლა ჩვენი უფლის მოსვლა იქ როცა ჩვენ გარდავიცვლებით და ყოველი ღამე არის სახე შედარება და მსგავსება ძილის სიკვდილთან სარეცელი კუბოსთან ეს ყველას მოგვიწევს და ხვდება ჯვარიწერი ადამიანს შეიძლება ზოგს არც უთენდება ასეთი ფაქტები არა ამიტომ თითოეული ჩვენი გატარებული დღე თითოეული უნდა შევეცადოთ 8 წლის იყოს მოცული რომ არ ვიცით როდის მოვა ქრისტე და მღვიძარეთ რას ნიშნავს განახლა ხამე უნდა დავიძინო და თვალები არ დავხოჭო მღვიძარეთ სულიერად მღვიძარე ხიზელი საკუთარი სულის ცხონებაზე მზრუნვას გულისხმობს ღმერთი რომ არ უნდა გადავდოთ არ უნდა ზარმაცოდეთ არა არ იცის ვისთვის ეს მარხვა ბოლო აღმოჩნდა რომელიღაცა მარხვა თუნდაც ქრისტიანს ვიძახი და იყოს სულიერი დიმიტრი გელოვანი მეორე ეს და იყოს მისთვისაც ერთ-ერთი მარხვა აღმოჩნდება ბოლო ერთ-ერთი აღდგომა აღმოჩნდება ბოლო ამ ქვეყნიური და ამიტომ ჩვენ გადადების უფლება არ აქვს და 8 რაც შეეხება კიდევ ესეთ ერთ კიდევ ასე ვიტყვი რომ აი ეკლესიურ წრეში უფრო სულიერ და ცოტა მოცხორება ადამიანს შეემჩნევა რამ რომ ჩვენ აქცენტირებულები ვართ ხოლმე მარხვაში რა არ ჩავიდინოთ თუ ცოდვა შეიძლება თავისთვის არქნა ეს არქნა კი ბატონო მარხვა დავარღვიო ეს ხო სამარხვაა ეს მისასალმებია ზოგადად ყურადღებიანია კიდევ დააფიცოს ხოლმე გამყიდველები ნამდვილად არის თუ არა და კარგია მაგრამ თვალსი მარხავს ყურსი მარხავს ანუ არიდებს რა თქმა უნდა ეს ძალიან კარგია ენას თუ აილაგმოს თლათ უშველა ღმერთმა მაგრამ გვავიცდება რომ ჩვენ უნდა ვცხოვრდეთ იმითი განა რა არ გავაკეთეთ რა გავაკეთე უფალი მოგთხოვს რომ რა გააკეთე შენ ამიტომაც ამაზე აღარ ვფიქრობთ ხოლმე და ამას მიაქვს ჩვენი სულიერი ძალები ნებისყოფა და სიმტკიცე რომ აღოდაც რამე არ ჩავიდინო გვავიცდება რომ პირიქით ღმერთს უნდა მივართვათ 8 წლია მარხვაში ეს არის 8 წელი და რა ითვლება და იშვიათად 8 წლად ძალიან ბევრი რამე შევა ჩაითვალოს მაგრამ იშვიათად აი მაგალითს მოვიყვანო იშვიათად ადამიანმა ითხოვოს ლოცვა-კურთხე მონდვისაგან თქვათ მარხვის გამკაცრებაზე პირიქით ყველა შეშინებულია გემოგლობინი არ დამეცეს რაღაცა ესტეროგენი და ფერმენტები ნუ გასაგებია არა ზოგი არის ჩვენ მჭიდაობთ აი ესე რომ იტყვიან რომ კაშა უხეშად ბოდიშამ გამოთქმაზე ლოცვები დილის ლოცვები ძილის ლოცვები ახლა წმინდა ინფორმაციასაც დაგვემატა და ეს ზოგი შუს უკვე იმხელა ჯვარია ნუ ვიღაცას სხვადასხვა სული ძალები გვაქვს ხო მაგრამ ნაკლებად ხო ადამიანი რა ლოცვები შეიძლება დავიმატო ამ მარხვაში სულო და გულო იმდენი საკითხავებია არის მის ესეთ პირიქით მარხვა რა პირიქით თუ ვიღაცა 10 ბალიან სისტემა რო აღვო თქვა ლოცულობს როგორც წესი ხსნილში 5 ბალიან სისტემით ეხლა 7-8 ბალი მაინც უნდა გახადოს უნდა დაემატოს რამე ლოცვა მოწყალება ევალება ხო ქრისტიანს მოწყალები უნდა დარყვნო მოწყალემ იგივე შეიწყანენ მოწყალებას გასცემს მარხვაში უნდა ეცადოს პირიქით რომ მეტი მოწყალება გასცეს ვიდრე ხსნილში თუ სნეულობს კაცას სნეულობს ნახულობს ქრისტიანი პატიმარს ლოცულ უფრო მეტი ამ დროს უნდა რომ ეს დრო არის სწორედ მოღვაწეობისა 8 წლისა და ამ დროში ახსოვდა მარცხში აღვლენ ამ კეთილ საქმეს უფრო მეტი ფასი აქვს ისინაში და მეტი მადლი გვეძლევა ჩვენ რომ ეს მარხვა ნამდვილად რეალური და შედეგის მომტანი იყოს და არ დარჩეს მარტო რაღაც ამ კვების რაციონის გამოცვლად და მხოლოდ ზიარების მიღებად რასაც არაფერი არ მაქვს სამწუხაროდ. დიახ, თუმცა სულიერი 8 წლის მოხვეჭას ადამიანი უნდა ესწრაფოდეს როგორც ხსნილში, ასევე მარხვაში, ხო? მხოლოდ მარხვაში არ უნდა დავრჩეთ ქრისტიანებად და ნუ ზოგი არის ისე შეიძლება ესე ფიქრობდეს რომ აი მარხვის მერე გარკვეული ცოდვების ჩადენაც იყოს დაშვებული. ასე არ არის ხო რეალურად და მის მადლი რაც მოიპოვა ადამიანმა მოიხვეჭა მარხვის განმავლობაში რაღაცნაირად ერთ დღეს არ უნდა განაბნიოს. არა ძალიან ვახერხებთ ხოლმე. ზოგჯერ ესე გამოგვდის სამწუხაროდ. ვახერხებთ ხოლმე სამწუხაროდ მაგრამ რა თქმა უნდა ეს არის ცალკე დისციპლინა უკაცრავად პოსტმარხულის შემდეგ პერიოდი ძალიან რთულია, უკამას ეს უფრო რთულია, მე ვფიქრობ, ვიდრე მარხვის დაცვა. ისევე როგორც უფრო რთულია და ნამდვილი ქრისტიანობა არის ზიარების შემდგომი შენი ქრისტიანობა, ვიდრე ზიარებამდე, იმიტომ რომ იმდღელა შეწევნა გაქვს ღვთისაგან მარხვაში, ჩვენ არ გეგონოთ არ ვთქვი ჩვენი ძალებით მარხულობთ ან ლოცვით ღვთის შეწევნა, ჩვენ მხოლოდ გადაწყვეტილება. ამბადოროთებ ძალიან წინა მამა რომ უკვე გადაწყვეტილება რომ შენ გინა სრულყოფილი გახდეთ რომელიც არ ახავ ერთი უკვე ღვთისთვის მოსაწყა გეწევა ღმერთი რომ ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი გააკეთო ეს ღვთისგან არის მაგრამ უკვე მე რომ ყველა ღვთისგან არის გათენებული დღეც აი ზიარება ვიღოთ მოემზადე ლოცვები წაიღო ფალი შეგეწია რამდენი რამე აგაშორა ვინ ჩამოთვლის ღმერთმა განსასწრელი ხიფათი სიტუაცია მიზეზი ობიექტური რომ მოხვედი ტაძარშიც ეზიარე შენთვის დაიკლა ეს ამას ყოველს ღმერთი აკეთებს ჩვენ სასტუმროები ხოლმე ფიზიკურად აღვასრულებთ ხო უფალი შეიწირა თავის სისხლი და ხორცი გამოგიწოდა
გაზიარა თვითონ ნაბიჯით რომ მოგი თუ ღმერთმა რინება ნაბიჯი ვერ გადმოგდა ბარძითა მოსული ვერ გადმოგდა და ვერ ეზიარები იმიტომ ესეთი ფრაზა არის ზიარების სიტყვებში რომ არა ჩემი ძალითო მიახლება შენ არამედ ღმერთო შენითა ნებითა და წყალობითა ღმერთზე მინდობით მართლა და ეზიარე გადაყლაბაზე ხლაპზრებს ღმერთმა შექმნა ეს ღვთისგან ყველაფერი აი უკვე მერე ამ ყველაფერი ღმერთმა აღასრულა შენი ცხოვრებისა შენი სიყვარულისთვის აი მე როგორი ხარ ქრისტიანი მაშინ ჩანს რომ რამხელა ჩვენ ვარ დაუდევრი და ერთ წამში შეგვიძლია ამხელა მადლი ჩვენგან გავანიავოთ იქნება ეს განკითხვით იქნება ეს ბილწი ფიქრით იქნება ეს ბოროტის სიტყვით თუ 1000 ნანი ასევე მარხვაში უფალი გეწევა ის ყველას უგზუნია ახლა მის ქრისტიანის საოცარი ხვდები რომ შენ თავს თითქოს არ ეკუთვნი იგივე რომელიც აი ზარმაცი იყავი და გიჭირდა იყო პერიოდი ეკლესიაში 2 საათი 3 საათი კი არა აი მარტო სახარებას თუ დადგებოდი ან ზოგი გალობის უნდეს რა ყურს ეს სემონოს ტყვევა რა კარგია მაგრამ ეს ხო არ არის ეკლესიური ცხოვრება ეს თუ გიჭირდა აღმოჩნდა რომ 2-3 საათით გახარ ეკლესიაში საერთოდ დაღლა სადღაც გაქრა ეს რანაირია მას ვერ ივარჯიშო და ვერ ისწავლე იმხელა ღვთის მას გზნობს შენ ზოგი რომ ზარმაცი იყო და უდიერი იყო რაღაც მომენტები არის რომ სახთო აღტკინება გაქვს რაღაც აი მონაბე ზურგის ქარივით არის რომ თითქოს გიკვირს ეს საიდან ესე რომ ვფიქრობ ერთმეტანიასაც ვერ გავაკეთებ სახსრები წელი სკოლიოზი რაღაც საოცრად აკეთებ ყოველდღე ღმერთის მადლი გეწევა ეს ღმერთის არის და შენი რა არის მე აი ყველაფრის მე რომ მიიღე მადლი აი მე როგორ ექცევი ამას აი ეს გავდა პოსტ მარხვის პერიოდი იმიტომ ძალიან რთულია რომ ეშმაკიც ამდროს მეტად იბძვის როცა ხედავს შეგამჩნევს რომ მადლი მოიხვეჭე მერე მოდის შენთან ადამიანთან თორე თუ ადამიანი არ მარხულობს არ ელოცულობს არ ეს იმისთვის საერთოდ არ არის განსაფრთხე არის საინტერესოც არ არის ესეც ქრისტიანი ესე ქრისტიანი მას მოსწონს როგორც არის ყველა ჯვარი გვეწევს დახელოვნებული ცნობილი აი კრიმინალი ავაზაკი რომელს სახში უფრო მივა გასაქურდა და ეგულება ოქროლა და ბრილიანტი თორე თუ გაჭირებული სახლია და პური არ აქვს და წყალი რატო შევა ხო ჩემი თავი გამჭირვებია და როცა მარხვა გავა შემდეგ მაშინ ჩანს მარხვის შედეგი შედარებული ეცი და მამათაგანო როგორც ძალიან ახლა ის ყოფილი შეხვესია რომ რომელიმე სარდალმა 10 მეთაურმა 100 მეთაურმა რომ გაიყვანოს აი წვევამდელები ჯარისკაცები გარკვეულ შეკრებაზე ხო აზარმულ მდგომარეობაზე და იქ რო წუთნის როლაში განზრახ ფიზიკურ მომზადებაში და ზოგი ახერხებს ზოგი ვერ ახერხებს ზოგი როგორ ახერხებს და ეს კი არის მთავარი მე დამთავრდა ეს შეკრება მე როგორ ისთვის გაიარე შეკრება მე გადიან ბრძოლის ველზე და იქ უნდა გამოჩნდეს მე ვინ როგორ ივარჯიშა ვინ როგორ მოემზადა ვინ როგორ გული და სული შეისწავლა და გონებით ეს სამხედრო საქმე რომ გამოჩნდა ბრძოლის ველზე და იქ არ დაიმალება არაფერი თან ეს ჩვენი ბრძოლის ველი კიდე ქრისტიანების ყველა დღე ბრძოლა მოგეხსენებათ ჩვენ ქრისტეს ხედრები ვართ უნდა ვიყოთ ვინ როგორი მხედარია თორე სულიერ ბრძოლა სულ არის ამიტომ ეს მარხვის პერიოდი როგორ მოსაზრდებელი პერიოდია გარკვეული შეკრებისა სულის განაწილისა მონდომებისა გაძლეებისა როცა წავდგეთ ბრძოლის ველზე უკვე გამოვაჩინოთ რა შეგვასწავლა მარხვა და მარხვა უნდა გვასწავლოს აი ამ ყველაფერმა პირველ რიგში რა ზომიერება მოთმინება, სიყვარული, სიწმინდე, უბიწოება და ასე შემდეგ, მყუდრობა და ასე შემდეგ, რომელსაც ჭირდება ძალიან დიდი შრომა ჩვენგან და ღვაწლი. მამა ირაკლი, მარხვის განზოგებისა და სულიერი ღვაწლის შესახებ საუბრობთ და აი ჩვენი საუბრის ბოლოს დაახლოებით 2 წუთი დაგვრჩა, მინდა რომ ვკითხოთ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანს სწორად ესმოდეს. არა მარტო ეს ტერმინები, ზოგადად საეკლესიო ტერმინები და რამდენად მნიშვნელოვანია ამ კუთხით განათლება ჰქონდეს ადამიანს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვა ჩდება. ზოგადად იგივე რაც თქვენ ახსენეთ, რა საჭიროა ეკლესია, სულიერი მოძღვარი, ზოგადად უფალთან ურთიერთობის ან თუნდაც მარხვა, ხო? რა შეიძლება ვთქვათ ზოგადად განათლების შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია რომ ადამიანს ეს განათლება ჰქონდეს. აუცილებელია, მნიშვნელოვანი კი აუცილებელია. აქედან იწყება პირდაპირ წინა წერილზე სწავლებზე დაყრდნობით ვიტყვით რომ რწმენა ცოდნისაგან არის. აუცილებელია ეკლესიის მოვალეობა არის გარდა მსახურებისა და წესების არის ქადაგება, ბუნებრივია და ამაში ეკლესია დღეს ნამდვილად არ მოიკოჭლებს და არა ძალიან დიდი ბევრი საშუალება მიეცა მადლობა უფალს დღევანდელ დროს ეკლესიას ქადაგებისა ცოდნის კუთხის გულისხმობ. იმიტომ რომ მადლობა უფალს უფრო და უფრო ყველაფერი წინ მიდის ჩვენი სასულიერო სასწავლებლები, სემინარი, აკადემიები და გამოდიან უფრო მეტად მოზადებულნი, განათლებული სასულიერო პირები, განსწავლული ჯუში რომ შენ თუ არ იცი სხვას რა უნდა ასწავლო, ხო? ასევე მოქმედებს ჩვენს ეკლესიაში, საქართველოს სამწყო ეკლესიაში თქვენი ტელევიზია, რომელიც ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ამ კუთხით და ყველა შეუძლია ძალიან დიდი ცოდნა შეიძინოს სულიერი და გაიღრმაოს კიდევ ამ შეიძინოს ასევე რადიოც არის დიახ. რადიო მოქმედებს აუცილებლად რომელიც 24 საათიან რეჟიმში სასარგებლოს უამრავ ინფორმაციას, სწავლებას და გადმოცემას და ცოდნას. ასევე ჟურნალ-გაზეთები უამრავი რომ ამ დღეს მორწმუნემ რომ თქვას რომ ცოდნა ძალიან არ ცოდნა უდესი სირცხვილია. ამიტომ მაცხოვარი
ყველას მოგითხოს როცა ექება ყველასთან ღმერთი მარც მაშინ მისვა ფიზიკურად მაგრამ ყველასთან გააგზავნა ყველა ქვეყანაში თავს მოციქულები ღვთის სიტყვა ყველას ეკადაგა და ეკადაგება დღესაც და მეორე მოსვის წინაპირობას რომ ეს იქნება რომ ჯერ ღვთის სიტყვა უნდა ეკადაგოს ყველას არავინ ვერ იტყვის რომ მე რომ გამეგო ქრისტეს შესახებ ვირწმუნე და რა ვქნა ასეთ რამე ყველა წარმოუდგენელი ამიტომ თუ ადამიანს არ უნდა ეხლა როგორც ის სტატუეტი რო იყო მაიმუნის გამოსახულება და არ ხედავ არ მესმის და არ ვლაპარაკობ ეს მისი არჩევანი იქნება თორემ დღეს ღვთის სიტყვა მოგინდეს და ვერ შეიმეცნო არის წარმოუდგენელი რამ ძალიან დიდი მადლობა მოგზანებისთვის მამა ირაკლი დაგემშვიდობებით ნაძალადებში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი 9 საათია ერთად მოვისმინოთ 7 გზის ლოცვა და დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში დაგველოდეთ ამოუჩვენო რომელი ხარ ცათა შინა წმინდა იყავნ სახელი შენი მოვედინ სუფევა შენი იყავნ ნება შენი ვით არცა ცათა შინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება მამისა დაძისა და წმინდისა სულისა აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე მას ხურო მე უსუბითა და განწმინდე მე განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა უფალო ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა რამე თუ უკეთუმცა გენება მსხვერპლი შემცა მეწირა არამედ საკვერთხი არ აქთნდეს მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემოსრული გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. დილამშვიდობისა, მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ ვაგრძელებთ გადაცემას. გეგი, ჩვენ ვიცით და მაყურებლისთვისაც არაერთხელ მოგვიყოლია იმის თაობაზე, რომ საქართველოს საპატრიარქო და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არაერთი მიმართულებით ახორციელებს საქველმოქმედო საქმიანობას და სწორედ ამ თემაზე გვინდა რომ შევთავაზოთ მაყურებელს სიუჟეტი. ჩვენი ჟურნალისტი ნინი გელაშვილი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძართან არსებულ მოწყალების სახლს სტუმრობდა. სახლის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით და ტაძრის წინამძღვრის ძალისხმევით დაფუძნდა და უკვე წლებია ბენეფიციარებს ცხელის სადილით უმასპინძლდებიან ამ სახლში. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ სიუჟეტი. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა იცი, რომ შენ რომ გაქვს სადილი, ზუსტად ასეთივე ღირსეული სადილი აქვს მას, ვისაც ძალიან უჭირს. ძალიან რთულია, რომ ერთ დღეს მისცეს სადილი და მეორე დღეს უთხრა, რომ მე თქვენ სადილს ვეღარ მოგწევთ. წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძართან არსებული ეს უფასო სასადილო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით უკვე 14 წელია ფუნქციონირებს. აქ ერთ თხილის გულს 250-მდე ადამიანი ინაწილებს. სასადილო ყოველდღიურად ბენეფიციარებს ცხელის სადილითა და რაც ყველაზე მთავარია, უდიდესი სითბოთი და სიყვარულით უმასპინძლდება. სასადილო ფუნქციონირებს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და ასევე პატრიარქის ლოცვა-კურთხევით. მარხვის პერიოდშიც ჩვენ აუცილებლად ვაკეთებთ ერთ თავს სამარხო კერძს. ეს ადამიანები, მათი უმრავლესობა ქუჩაში ეძებდა საჭმელს და ყოველდღიურად რომ იცი, რომ შენ შეგიძლია ეს ადამიანები გაახარო და დააპურო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ძალიან დიდი ბედნიერება. 250 ადამიანს რომ უმასპინძლდებით ყოველდღიურად, თვითონ ის პროცესია, გაცემის შეიძლება ვიმეფიქრებს, რომ დამღლელია, მაგრამ რეალურად ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება და მათ თვალებში რომ ხედავ აი ამ მადლიერებას, ეს გავსებს და სწორედ აი კეთილი ადამიანების, იმ ადამიანების დახმარებით, ვინც თulis რომ ეს მათი პასუხისმგებლობაც არის, რომ მათ გვერდზე მყოფს დაეხმაროს, სწორედ მათი დახმარებით არის რომ ჩვენი ორგანიზაცია დღემდე მოვიდა. რამდენჯერაც აი დახურვის პირას ყოფილვართ, ყოველთვის რაღაც გამოჩნდება ხოლმე და როგორც ერთი თხილის გული გაიყო 9 ძმამ, სწორედ ასე ვუნაწილებთ მცირეც იმ ადამიანებს, ვისაც ეს სჭირდება. ამ ეტაპზე ყავს 250 ბენეფიციარი და ისინი ყოველდღიურად იღებენ ძალიან გემრიელ და სრულფასოვან სადილს. სულ ცოტა დრო დარჩა იქამდე, სადამ ჩვენი ბენეფიციარები გვესტუმრებიან და დღეს მე უდიდესი სიხარულით და მონდომებით ჩავერთვები მათი გამასპინძლების პროცესში.
ხილის გული დახმარების ხელს ყოველდღიურად უწვდის იმ ადამიანებს, ვისაც საქველმოქმედო ორგანიზაციის თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება. ბენეფიციარებს შორის არიან მრავალშვილიანი დედები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის მქონე ადამიანები. ჩვენი დღევანდელი სადილი არის ნიგზიანი ხარჩო, ძალიან უყვართ და გვაქვს ასევე სალათა, კიტრი, ჩვენ კიტრის სალატს ვეძახით ყოველ შემთხვევაში, გსჭირდება 10 კილო ბრინჯი, 10 კილო კიტრი, წვანილი ბევრი, ხახვი და მაიონეზი. ოღონდ ნაწილს არ ვუმატებთ ხოლმე მაიონეზს, იმიტომ რომ ხანდაზმულების ნაწილი არ ჭამს. შესაბამისად ვითვალისწინებთ მათ იმასაც და ასევე დავარიგებთ ფუნთუშებს და კარაქს. საკმაოდ რთული პროცესია ალბათ 250 ადამიანის გამას პინწდება და იმ მოგვიყევით როგორია ეს. დილა იწყება 9 საათზე. ჩვენი მზარეული ირმა იღებს პურს პირველ რიგში და შემდეგ უკვე გადავდივართ სადილის მომზადებაზე და 2 საათამდე უკვე მზად უნდა გქონდეს ხოლმე ეს სადილი. საკმაოდ დამღლელი პროცესი არის კი, მაგრამ აი უკვე უშუალოდ რომ გავცემთ ამ სადილს, ეს ისეთი დიდი სიხარულია, რომ დღის ბოლოს უკვე დაღლას ვეღარ ვგრძნობთ. ჩემი დღე იწყება დილის 9 საათიდან 2 საათამდე. დილით მოვდივარ 9 საათზე და ვუმზადებთ სადილს. ჩემს მოხუცებს. მე არ მერთულება მაგალითად ამის გაკეთება, ძალიან ბედნიერი მოვდივარ დილით და ვუმზადებ სადილს. რავაშვილიანი დედა, რავაშვილიანი ბებია, ხო და არ გამჭირებოდა ამ სასადილოში არ მოვიდოდი. ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემი ღმერთი და ჩემი ფარველი ყოფილა ჩემი ეკლესია. ყველაფერი მომწონს მე, ტორტიც, ნამცხვარის, პეჩენიების, მაროჯიც, ყველაფერი კარგია. და მადლობელი ვარ მამაოს და დედაოს. ძალიან დიდი მადლობელი ვარ. ყველასი ვინც არ ვიცი ვინ გვეხმარება, მაგრამ მადლობელის მეტი რა უნდა თქვა ახლა. ადამიანი უკმას მოგაწვის და დაუფასო. რასაც მოგაწვიან, ყველაფერი არის გემრიელი. ეს ამბავი 2011 წელს დაიწყო, როდესაც წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ ტაძართან სასადილოს შექმნა გადაწყვიტა. თავდაპირველად ტაძარი 30 ბენეფიციარზე ზრუნავდა. სადილის მსურველთა რაოდენობა კი ყოველ დღე იზრდებოდა. სწორედ ამ საჭიროებებიდან გამომდინარე შეიქმნა საქველმოქმედო ორგანიზაცია თხილის გული. დაარსების დღიდან დღემდე სასადილოს მატერიალურ უზრუნველყოფაში არაერთი კერძო პირია ჩართული. დღეს ორგანიზაცია ახალი გამოწვევის წინაშე დგას. საკუთარი შესაძლებლობებით 250-მდე ბენეფიციარის დაპყრობას ვეღარ უმკლავდება და ამისათვის ახალი კამპანია წამოიწყო, რომელში ჩართვაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კიდევ 62 ბენეფიციარი ელოდება თავის მეგობარს. ჩვენთან ერთი ბენეფიციარის ყოველთვიური სრულფასოვანი კვება 100 ლარი ჯდება და თუ გაგიჯდებათ სურვილი რომ დაგვიმეგობრდეთ, სიამოვნებით მიგიღებთ ჩვენს დიდ სამეგობროში. მოგწერეთ ან დაგვირეკეთ. ტელეფონის ნომერი მითითებული არის თითქმის ყველა სოციალურ პლატფორმაზე. არაფერია იმაზე სასიხარულო, ვიდრე იმის ცოდნა, რომ ბევრ ადამიანს დაეხმარე და კეთილ საქმეში შენი წვლილი შეიტანე. მე ასეთი დადებითი ემოციებით დამუხტული დაგემშვიდობებით და შეგახსენებთ, რომ უფასო სასადილო თხილის გული უზნაძის 48 ნომერში წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის მოპირდაპირედ მდებარეობს. მადლობა ნინის სიუჟეტისთვის და ასევე მადლობა შესანიშნავი სამარხო რეცეპტისთვის, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ. ვაგრძელებთ გადაცემას გაზაფხულის ზაფხულის სეზონი და ვენური დაავადებები. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ ახლა. შემოგვიერთდა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სისხლძარღვთა და რეკონსტრუქციული ქირურგი ბატონი ირაკლი ფერაძე. მოგესალმებით ბატონო ირაკლი. გამშვიდობისა. გამარჯობათ, აქ ამ მშვიდობა. მადლობას
გეტყვით მობრძანებისთვის, მადლობა თქვენი დროისთვის. ძალიან საინტერესო თემაა. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ყველას ძალიან გვიხარია გაზაფხულის მოსვლა, ზაფხულის მოსვლა, ის რომ თქვათ დათბება, მაგრამ მეორე მხრივ ზოგიერთი ადამიანისთვის ეს ქმნის უფრო მეტ პრობლემას, რაც უკავშირდება ვენურ უკმარისობას. სწორედ ამ თემაზე გვინდა რომ ვისაუბროთ, ვენური უკმარისობის რა ფორმები არსებობს, ზოგადად რას გულისხმობს ეს დაავადება, რას ნიშნავს და რატომ ამწვავებს ამ პრობლემას ზაფხულის დადგომა და თბილი დღეები. კიდევ გამარჯობა, პირველ რიგში ძალიან არ მიყვარს სამედიცინო ტერმინოლოგიით საუბარი და მით უმეტეს ვენური დაავადება, ვინაიდან ყველას აქვს, აი ძალიან მიყვარს ძალიან გასაგები ენით თემას ახსნა. ანუ ჩვენ ყველანი ვდგავართ ფეხებზე, უკანა თათებზე ძუძუმწოვრის, ჩვენთვის არის ფეხები. მუდმივ აწვება სისხლი ქვემო კიდურებს. ბევრად მეტად ვიდრე ნებისმიერ სხვა ცხოველს აწვება უკანა თათებში სისხლი. სპილოს უკანა თათის ვენაში ნაკლები წნევა აქვს ვიდრე ადამიანის ფეხში. აი სპილოს წარმოგიდგენიათ ეს დათვლილი. ამიტომ ჩვენ ყველას გვაქვს შეგუბებული სისხლი, ну ცოტა ცუდი ტერმინია ქვემო კიდურებში. და ეს ვენური დაავადებაა ზუსტად ის, რომ რაღაც ეტაპზე ამ სისხლს ქვემოდან ზემოთ ამოსვლა უკვე უჭირს. ან საერთოდაც დგება, ну ეს შეგუბება ხდება. და ამას ბევრი სხვადასხვა გამოვლინება აქვს. არის ვენური გამობერვა, ვარიკოზი, რომელსაც რაღაც ბოლო პერიოდამდე რაღაც სილამაზია და ბებია ჩემსაც ჰქონდა და არის შეშუპება, არის სიმძიმის გზნობა, გამჯენი ტკივილები, ყველაზე დამახასიათებელი უსიამოვნო შეგრძნება არის უსიამოვნო შეგრძნებების ნებისმიერი სახე ქვემო კიდურში, ოღონდ რომელიც მცირდება ფეხის შემოდებისას ზემოთ და ძლიერდება დგომისა და ჯდომისას. დგომას და ჯდომას აბსოლუტურად ერთი ცუდი ფასი აქვს ვენური დაავადების პროგრესირებაში. დგომასაც ესე. დგომას და ჯდომას არ დადიხარ. თუ ვდგავართ, არ მოძრაობთ და ვზივართ, არ მოძრაობთ, ვენური დაავადება ასკეცად უფრო წავდება. აი ახლა თუ ეს დგომაა და თუ ჩვენ ადამიანები ვართ, რატო მაშინ აი ბებო მყავს, მაგარი 90 წლის და არა აქვს ეს ვენები გამობერილი. ბებო რო გახდება 150-ის, გამოებერება. ანუ ზოგს გამძლე გვაქვს ეს სარქველი რა არის? ეს არის მოწყობილობა, რომელმაც უნდა ამოიტანო, ან უნდა გამოუშვა სისხლი ქვემოდან ზემოთ და არ გაუშვა ზემოდან ქვემოთ. ანუ ერთ მხარეს უნდა იაროს სისხლი. ეს სარქველები ადამიანში ქვემო კიდურების ვენებში 10 კეთს 20 კეთს დატვირთვას იტანს და საბოლოოდ ვერ იტანს. საბოლოოდ შეიძლება 20 წლის ასაკში გაფუჭდეს ეს სარქველები, ვისაც სუსტია გენეტიკურად, ხო, გენეტიკურად სუსტი კუჭის. ესევე გენეტიკურად სუსტი სარქველია, ბებიას, დედას, მამას თუ ქონდა ეს ვენური გამომბერილობები, ალბათობა იმის ბევრად მაღალია, რომ ახალგაზრდობაშივე ექნება შვილს და შვილიშვილს, სამწუხაროდ ასე სუსტი სარქველი. თუ არა გაქვს სუსტი სარქველი 150 წლის ასაკში, მაგრამ გაფუჭდება. სტატისტიკა როგორი არის, რა ასაკში იჩენს უფრო მეტად თავს და ასევე სტატისტიკა არის მდედრობითში, რა თქმა უნდა. ვეფხს, ლომს, ვეფხვი, ლომი, რატო არ ვიტყვი ახლა თხას და იმას რა ქვია, ძროხას ხომ? რითი ატარებს იმას რა ქვია, ნაყოფს. მუცლის წინაკედლით, ხო, 4-ზე დადის და ნაყოფი აწვება მუცლის წინაკედელს. ქალს რაზე აწვება ნაყოფი? ქვემო კიდურების ვენებზე, პირდაპირ მენჯის ვენებზე. როდესაც ქალი არის მე-5, მე-6 თვიდან, ქვემოდან ზემოთ სისხლის ამოსვლა არის პრაქტიკულად გართულებული ურთულესი. და ამიტომ ქალი 10-ჯერ მეტად ავადდება ვენური დაავადებით, ვიდრე მამაკაცი. სიმძიმე, წონა, მამაკაცი რომელსაც ღიპი აქვს, იგივე პრობლემები აქვს, ხომ, გასაგები. გამხდარსაც აქვს დამიჯერეთ იმ გამხდარ ადამიანს, რომელსაც აქვს ვენური დაავადება, რომ იყოს მსუქანი, ის 10-ჯერ უარესად ექნება. ვენური ადამიანი კი არ გამოიწვევა, ვენური დაავადება კი არ გამოიწვევა სიმსუქნით, არამედ უარესდება, მკვეთრად უარესდება სიმსუქნით. იმიტომ რომ ყველაფერი, წარმოიდგინეთ, ყველაფერი რაც უშლის ხელს, სისხლის ქვემოდან ზემოთ ამოსვლა ძალიან მარტივად ყოველგვარი გართულებების გარეშე, ეს არის ვენური დაავადების გამომწვევი და ბატონო ირაკ, ეს მთელი ცხოვრების განმავლობაში არის ადამიანის პრობლემა, ხომ? ქრონიკული დაავადება. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ხომ არ გვაქვს ფუფუნება, რომ დავდიოდეთ 4-ზე, არ გვაქვს ფუფუნება, რომ სულ წყალში ვიყოთ. როგორც კი ჩვენ დილით ჩამოვდგით ფეხი და დავდექით, აი რატომ არის უფრო საღამოს, რატომაა ეს სიმძიმის? დგავართ და აი შეგუბება. მთელი ცხოვრების განმავლობაში, როდესაც ვდგავართ, ჩვენ გვიძლიერდება ვენური დაავადება, ანუ ღრმავდება ვენური დაავადება. როდის აღრმავდება? როცა ვწევართ, ფეხები გვაქვს შემოწეული, როდესაც ვცურავთ,
როდესაც დავდივართ და თუ უკვე გვაქვს ვენური დაავადების ნიშნები, ელასტიური ბინტით თუ დავდივართ ან ელასტიური გეტით, თუ ზემოდან აწვება რაღაცა, ქვემოდანაც უნდა მოუჭიროს რაღაცა, ხო, რომ გამოდევნოს ის. ასე რომ ეს დაავადება სამწუხაროდ პროგრესირებადია და კავშირშია ჩვენ ეგ ისე ტერმინს ვიტყვი, მაგრამ ორთოსტატიურ მდგომარეობა, რას ნიშნავს? ფეხზე ვდგავართ და ამასთან არის კავშირში და არის დედამიწის მიზიდულობის თუ ადამიანი წევს თუ ადამიანი წევს და ფეხები აქვს შემოდებული ამ დროს ვენური დაავადების პროგრესირება ჩერდება. აი არ მინდა ვინმე დავაშინოთ, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვათ, ხო, რა სერიოზული პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს. აი ამაზე მეჩხუბებიან ხოლმე, რატო მაშინე პაციენტებს არ იცით როგორი რაღაც არის პაციენტი, რომ მოდის ის შენი დროც და ის ინფორმაცია იმას ყიდულობს ახლა თქვენთან ნებისმიერ ინფორმაციას ყიდულობთ ხო? როდესაც ინფორმაცია არასასიამოვნოა, ნუ რა ვქნა, ხო, ტკბილი ჩაიდალია და კარგად იქნები ვერით. თუ ძველად თუ 2019-18 წლამდეც კი სანამ მოხდებოდა როგორ შეიძლება რამე კაი დავაბრალო კორონავირუსს, მაგრამ ყველაფერს ძალიან ცუდს აქვს რაღაცა კარგი. სტატისტიკური ეს ველები შეივსო მთლიანად არანაირ უტყუარი მონაცემები და თუ ძველად იყო სპეციალისტებიც კი, რომელიც ამბობდნენ, გამბერილი ვენა ფეხზე ეს სილამაზეა და მეტი არაფერი, დღეს უკვე ამაზე არავინ არ ამბობს. გამობერილი ფეხზე ვენა არის მძიმე სასიცოცხლოში გართულებების პრედიქტორი. ანუ ადამიანი, ვისაც აქვს ფეხზე გამობერილი ვენა, რამოდენიმე ათეულჯერ მეტი ალბათობით შეიძლება მოხდეს მძიმე სასიცოცხლოში გართულება. მე კი არ ვამბობ, რომ ეს გარანტირებულადაც, მე ვამბობ 100 ადამიანიდან, ვისაც ვენები აქვს გამობერილი და 100 ადამიანიდან, ვისაც არა, ამ 100 ადამიანში, ვისაც ვენები გამობერილი აქვს, ბევრად მაღალი ალბათობა მძიმე სასიცოცხლო გართულების. რატო? იმ გამომბერილ ვენაში სისხლი დგას. ამოდი მიყვარს ხოლმე ესეთი დავკლათ ქათამი და ჩავასხათ სისხლი ჭიქაში, ხო, რა გვინდა ეს რთული მესამე. რა მოვა იმ სისხლს? დაიკოლტება, ხო? რატო? ამ ქათამზე ძალიან გვიყვარს ანალიზებზე. დედი მერი ქონდა მაღალი? თუ კოაგულოგრამა ქონდა იმ დედალს დარგული, არაფერი, კაი ჯანსაღი ბროილერი იყო. რატომ გაშედდა ის სისხლი? იმიტომ რომ სისხლი დადგა. გაჩერდა. გასაგებია. აი თქვენ გამომბერილ ვენაში სისხლი დგას და დამდგარი სისხლში რომ უნდა წარმოიქმნას კოლტი, ეს ცუდი სისხლისთვისება კი არ არის. ეს არის სისხლის მოვალეობა. და იმან არ იცის რომ ის ცუდ ადგილას დგას და რომ კოლტი რო წარმოიქმნება, შეიძლება მოწყდეს და მე ფილტვისში მოხდეს. ეს ამან არ იცის. დადგა სისხლი. უნდა დაიკოლტოს. თუ არ არის გამობერილი, მაგრამ ჩანს ვენები, ხო არის ვთქვათ, ზოგიერთ ადამიანს შედარებით თეთრი ფერის კანი აქვს და უფრო მეტად არის თვალსაჩინო. უკეთესაც გეტყვით, შეიძლება ისე შეშუქდეს ფეხი. რომ ის გამომბერილი ვენები არც ჩანდეს. ანუ მასკირებული იყოს გამომბერილი. მეორე მხრივ არა, შეშუპებულზე არ ვამბობ. აი, თვითონ გამომბერილი ჩანს უბრალოდ ისე ლურჯად რომ ჩანს. ლურჯად რო ჩანს. ცალკე ვენა რო ლურჯად ჩანს, ცალკე ეს შეიძლება არ იყოს დაავადების მაჩვენებელი. არსებობს ხოლმე ვენური ობობები, რომელიც არის დაავადების ის სტადია, როდესაც ჯერ ჩვენ არაფრის არ გვეშინია და არის არასწორი ტერმინია, რა თქმა უნდა, კოსმეტიკური სტადია. მაგრამ ვენურ დაავადებას აქვს რამოდენიმე კლასი. მაგალითად, შეიძლება მხოლოდ შეშუპებით მიმდინარეობდეს. შეშუპება ცალკე საუბრის თემაა, ჩვენ სხვათა შორის ამ სტუდიაში ვისაუბრეთ შეშუპებაზე. შეშუპება შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, მათში გულის, თირკმლის რაღაცა. ვენური დაავადებითაც არის ხოლმე გამოწვეული შეშუპება და ხანდახან ვენური დაავადება მხოლოდ გასივება შეშუპებით ხასიათდება. სულ არ არის აუცილებელი ვენა იყოს გამომბერილი. არ მინდა ახლა სწორად გამიგოთ, რომ ვენური დაავადება მხოლოდ გამომბერილი ვარიკოზი. ვარიკოზი არის ერთ-ერთი სახე ვენური დაავადების. ხოლო არის შეშუპებითი, ხანდახან საერთოდ არ აქვს ხოლმე ვენა ესე ვიზუალურად გამომბერილი, მაგრამ ლაქები უჩნდება ფეხზე. მაგრამ კაი ახლა კანონში ვარ და კანის დარღვევების სადღაც 20% აღმოჩნდა, რომ არადიაგნოსტირებული ვენური დაავადება, ის ვენური დაავადება, რომელიც დიაგნოზი არ დაისვა თავის. კაპილარები რომ ჩანს ეს არის კაპილარები რომ ჩანს, ძალიან ხშირად ეს ვენური დაავადების გამოვლინებაა, მაგრამ მე ასე მიყვარს თქვა, გამობერილი ვენები დიდი თუა, ეს გასაგებია რომ სერიოზული გართულებების წინაპირობაა, მაგრამ წვრილი კაპილარები თავისთავად არ ნიშნავს რომ ეს ჯერ არაფერი არ არის. შეიძლება წვრილ კაპილარებს მოყვებოდეს ის რომ ნახოთ ეხოსკოპიურად და იქ სერიოზული დარღვევები არის. ეხოსკოპია, ვენების ეხოსკოპია არის ამ დაავადების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სადიაგნოსტიკო მეთოდი, რომელიც გვაჩვენებს ეს წვრილი კაპილარები წვრილი კაპილარებია სილამაზისა თუ ეს არის სერიოზული პრობლემის
გარეგანი გამოვლინება და რა სიმპტომები არის სასიგნალო პაციენტისთვის, რომ მიაკითხოს დროულად ექიმს, იმიტომ რომ შეიძლება ვიზუალურად დაარეთყო. თუნდაც ეგ წვრილი კაპილარები, სასიგნალო არის შეშუპება, ანუ სიმძიმის გზნობა მას შემდეგ, რაც ჩვენ ვდგავართ. ხო, გასაგებია თქვენ აბსოლუტურად დაგეთანხმებით, რომ მითხრათ, ამაჩვენეთ ადამიანი, რომელიც დგას ფეხზე აზის და არ უმძიმდება ფეხები. კი ბატონო, მაგრამ აქვე დაგიბრუნოთ, ასეთი ლოგიკით ჩვენ ყველანი ვენური დაავადებისთვის ვართ გაწეული. აი თუ ჩვენ, ესეთი ისიც არის, თუ ჩვენ მუდმივ ვფიქრობთ ფეხზე, ანუ ძიმეა ფეხი, სულ გვინდა რაღაც ის სხვანაირად დავდოთ ის ისედაც თქვენ თუ დააკვირდით მე რომ აქ ვზივარ, ესე იგი, სულ მოძრაობ, სულ ვიცვლი. მე თავს ვასწავლე, რომ ფეხები ვამოძრავ, იმიტომ რომ კუნთების შეკუმშვა და მოდუნების მონაცვლეობა ერთადერთი მექანიზმი, რაც სისხლს ამოდევნის ქვემოდან ზემოთ, მაგრამ თუ ჩვენ ეს გვაწუხებს, მით უმეტეს, კიდევ ვენური დაავადების განსხვავება, საერთოდ პატარა ხეზე ასვლას გასწავლით, ხო? ვენური დაავადების განსხვავება. ნებისმიერი უსიამოვნო შეგრძნებები ქვემო კიდურში, რომელიც ძლიერდება დგომისა და ჯდომისას და მცირდება ფეხების შემოდებისა. თუ თქვენ გაწუხებთ ფეხები, გამჯენით კივილები, არაფერი გარედან შეიძლება არ ეტყობოდეს. უსიამოვნო შეგრძნებები, რომელიც ძლიერდება დგომისა და ჯდომისას, წამოწვევით ფეხებს შემოდებთ და შვებას იგრძნობთ, წადით ექიმთან ჯობია. აი თუ გაწუხებთ ქვემო კიდური ზურგიდან რაღაც ბარწაკის უკან გადაცემით და წამოწვევით თუ არ წამოწვევით, მაინც გქივათ, ეს შეიძლება უფრო ხერხემალი იყოს მაგალითად და ამიტომ აი ესეთი თვითდიაგნოსტიკა ძალიან ჩვენ გადაცემა გქონდა სპეციალურ თვითდიაგნოსტიკაზე ეს ექიმებს გვაქვს ეგეთ ცნობისმით თქვენ მაინც ის არის გაუნათლებლები ხართ? არა, თვითდიაგნოსტიკაც არსებობს. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ტკივილი მცირდება წამოწოლისა და ფეხის შემოდებისას, თქვენ ვენური დაავადების დიაგნოზი 80-90% უთუარობით თვით დაისვით უკვე. ქირურგიული ჩარევა როდის არის აუცილებელი? როდის ხდება საჭირო? ჩარევა არის აუცილებელი მაშინ, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ რომელიღაცა ვენური ღერო, მე ვამბობ ახლა ვენურ უკმარისობაზე, რომელიც არის ტრომბოზზე და იმაზე არ შორს არ გადავალ გართულებებზე და რაღაცე. მაგრამ აი არის ვარიკოზი ან ვენური დაავადება. როდესაც ჩვენ ვიცით, რომ მის ადამიანის ფეხში არის რომელიღაცა ღერო, რომელმაც შეიძლება შექმნას პრობლემა მათ შორის სასიცოცხლო, რომლის განადგურების გარეშე მოხდება რაღაც პრობლემა. ყველაზე ხშირი კითხვა რა არის პაციენტ? აი შენ რომ იმ ვენას ანადგურებ, სად მიდის სისხლი? იცით რამდენი რა სიგრძის ვენებია თითო ფეხში? სადღაც 14 კილომეტრი. ნუ აი საერთოდ ხო, გასაგებია ხო? ანუ ჩვენ რო იქ გავანადგურებთ 1 მეტრიან მონაკვეთს, დანარჩენი კილომეტრობით ვენები ვერც გაიგებს ამას. და რას გაიგებს? აი ის ვენა, რომელსაც ჩვენ ვანადგურებთ, სხვა ვენებს ხელს უშლის. ანუ უკან ჩამოაქვს სისხლი და სხვა ვენებს უწევს მე ისევ ამ სისხლის ზემოთ ამოდენმა. მე ახლა ვამარტივებ, რა თქმა უნდა, გემოდინამიკურად ეგრე არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ იმ ვენის განადგურებით მე ხსნი იმ დატვირთვას, იმ შეგუბებას, რომელიც იწვევს ეს ვენა. შეიძლება მოხდეს მომავალში სხვა ვენის გაფუჭება. როგორც ის გაფუჭდა, შეიძლება სხვა 14 კილომეტრიდან რაღაც გაფუჭდეს. მეორე ყველაზე ის არის ხოლმე ესეთი მემი ინტერნეტში. ნუ გაიკეთებთ ოპერაციას, მე 1938 წელს გავიკეთე, მაგრამ მაინც გამომივიდა. 14 კილომეტრი ვენა ფეხში. იმ მომენტში ჩვენ ვანადგურებთ ვენას, რომელმაც შეიძლება მოკლას პაციენტი. იმიტომ ვანადგურებთ. და ახლა თუ გავა 5-6 წელი და ამ პაციენტმა, იმიტომ რომ ჭარბწონიანი არ 8 საათი დღეში დგას, აქვს გენეტიკური მიდრეკილება, სხვა რაღაც ვენა გააფუჭა, ეს ბოდიშით. კიდევ დაჭირდება კიდევ უნდა მოხდეთ, სხვა გამოსავალი არ არის. ცოტა დრო გრჩება და აი რეკომენდაციები ზაფხულის დაგროვასთან დაკავშირებით, ასევე ყველა იმ რისკ ფაქტორთან დაკავშირებით, რაც ამწვავებს ვენურ უკმარისობას, ეს იქნება ფრენა, თვითფრინავით, ფეხზე დგომა, ზოგს ასეთი სამუშაო აქვს და ნუ შეიძლება 8 საათი უწევდეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაღაცნაირად რო შეაჯამოთ და რეკომენდაციები მოგცემთ. მაქსიმალურად ეცადეთ მუდმივ ამოძრავოთ ფეხები. გიჟი დაგარქვან, ნევროზიანი დაგარქვან. იყოს ამერიკელები რატო არიან ასე ვთქვათ, ასეთი წარმატებულები? სიცხვილის მომენტი იქ მთავრდება, სადაც შენი ჯანმრთელობა და პირადი სივრცე იწყება. მუდმივ უნდა ვეცადოთ, რომ დიდხანს ფეხი გაუძრებლად დაშვებული არ ქონდეს. სიარული, მოძრაობა, ნებისმიერი სტატიკური დატვირთვა, აი დგომა და რაღაც ის აი ისე რა ქვია, ტელეწამყვანები, პარიკმახერები, რაღაცე ვთქვა და ასე ვთქვა. მის ფეხები ქირურგები ბატონო, გრძელვადიან ოპერაციაზე ხანდახან ელასტიურ გებს ვიცავ. კი ბატონო, დიდხანს დომა, ამ დროს ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცოდოთ, რომ ვამოძრავოთ ფეხი. სიგრილე ფეხზე.
სიგრილე. ანუ გრილი შხაპით დამთავრება ქვემო კიდურზე. აი უამრავი მალამო არსებობს ძვირადღირებული, რომელიც წაისვავ და აგრილებს. აიღე შხაპი და გააგრილე, ხო? რა ხდება? პატარა არტერიულები, ვენულები იკუმშება და გამოიდევნება უკეთესი ის არის. კი არ მომბრო იმკურნალება ისე. ესე იგი, მაქსიმალურად სადაც შეძლებ გენრი ფორდის არ იყო, სადაც შემიძლია არ დავდგე, იქ ვზივარო და სადაც შემიძლია არ დავждე, იქ წევარო, ხო? ეგეთი რაღაც. ფეხის შემოდება ვიწრო ტანსაცმელი. აი ჩვენ ძალიან მოდაში გვაქვს რაღაცა ესე ზორტებიანი და არ უნდა უჭერდეს ძალიან. მჭიდრო ტანსაცმლის თავიდან აცილება. აი ესეთი მარტივი რაღაცა. უნდა მოვერიდოთ ასე. მზეს რუჯს უნდა მოვერიდოთ, იმიტომ რომ რუჯს არ უყვარს ვენები და ვენებს არ უყვარს რუჯი. რა ვქნათ ახლა ესეთი ძალიან ბევრი ქალბატონს ვიცნობ, რომელიც ფიქრობს რომ ვენურ ობობებს დამალავს რუჯით. არა, ის ვენური ობობები გაიფურჩქნება იმის გაზაფხულის ვარდივით, ასე რომ არა. რუჯი არა ამ შემთხვევაში რა ესეთი. ამიტომ ძალიან მარტივი. მაგრამ საათამდე 11-მდე ალბათ ხა D ვიტამინს როდესაც ფეხებზე გადაიფარეთ. გასაგები. ანუ ვისაც ეს პრობლემა აქვს. ვისაც ეს პრობლემა აქვს, რა თქმა უნდა, თუ გაქვთ ვენური გაუმბერილობები, შეშუპებები და რაღაცეები, ნუ დაამატეთ კიდევ ერთ ფაქტორს, რომელიც ვენურ დაავადებას აუარესებს. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, დარჩევებისთვის. მედიცინის მეცნიერება და დოქტორი, სისხლძარღვთა და რეკონსტრუქციული ქირურგი ირაკლი ფერაძე საუბრობდა სტუდიაში. ელისაბედ აბულაძე და გეგინე მსიწველიძე მუშაობდით თქვენთვის, მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. მადლობა რომ გვიყურეთ, ნახვამდის.